ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე მიტანილი იერიშების შემდეგ თეირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. გაეროში ირანის ელჩმა გააკრიტიკა ვაშინგტონის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ თეირანი პასუხის დროს, ბუნებასა და მასშტაბს თავად გადაწყვეტს. ირანის პროპორციული პასუხის დროს ბუნებასა და მასშტაბს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გადაწყვეტს. ისტორიის განმავლობაში ძლიერ და ერთიან ირანელ ერს უფრო ღრმა ჭრილობებისთვისაც გაუძლია და უფრო სასტიკ მტრებსაც დაპირისპირებია და ამჯერად ის მსოფლიოს თავის ღირსებას, ძალასა და სიდიადეს აჩვენებს. 22 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი, ფორდო, ნატანზი და ესფაჰანი დაბომბა. მოგვიანებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს ბირთვული ობიექტები განადგურებულია. გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა დოროთი შეამ დაიცვა ვაშინგტონის პოზიცია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დაუშვებელია. ბოლო კვირების განმავლობაში ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მტრული რიტორიკა გააძლიერეს. დიდი ხანია, რაც ირანის ბირთვული პროგრამა ბუნდოვანია და თეირანი ხელს უშლის ბოლო დროს გამართულ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერის შეთანხმების მიღწევას. ქალბატონო პრეზიდენტო, საბოლოოდ დადგა დრო, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი ქმედებები მტკიცედ დაიცვას. ირანულ რეჟიმს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. მოდით ნათლად ვთქვათ, ირანი ესკალაციაზე არ უნდა წავიდეს. დოროთი შეას პოზიციას დაეთანხმა გაეროში ისრაელის ელჩი. მან გააფრთხილა გაეროს უშიშროების საბჭო, რომ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმოქმედობის ფასს მთელი მსოფლიო გადაიხდიდა, რადგან ბირთვული ირანი ყველასთვის სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა. შეერთებული შტატების მიერ ირანზე მიტანილი სარაკეტო იერიშები პეკინმა და მოსკოვმა დაგმო. მათ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ნაბიჯით პანდორას ყუთი გახსნა. არავინ იცის რა ახალ კატასტროფებსა და ტანჯვას მოიტანს ეს ქმედება. ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორისგან 3 ბრიფინგი ჰქონდა. მან გაგვაფრთხილა, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს შესაძლოა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები მოხვეს და რომ დარტყმები საფრთხეს უფლის როგორც ბირთვულ უსაფრთხოებას, ასევე ირანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს დაცულობას. ჩინეთი მკაცრად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმებს ირანსა და მის ბირთვულ ობიექტებზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების შესაბამისად. შეერთებული შტატების ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე ირანის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაშინგტონმა გაამწვავა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და მძიმე დარტყმა მიაყენა ბირთვული იარაღის გაავრცელებლობის რეჟიმს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიცვას სამართლიანობა და გაიღოს ძალისხმევა სიტუაციის შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად, ასევე აღადგინოს მშვიდობა და სტაბილურობა. 22 ივნისის თავდასხმის შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა, თუმცა მათი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ უპასუხებს თეირანი ვაშინგტონის თავდასხმას, თუმცა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ესკალაციისკენ თეირანს ძალიან დიდ ტრაგედიას მოუტანს.